ამ საღამოს მივიდივარ ივენტზე და მშობლები არ მიშვებენ, როგორც ყოველთვის. ხო და მინდა რომ ხალხმა მომაფიქრებინოს რამე მიზეზი რომ გავიპარო სახლიდან და წავიდე ამ ივენტზე. დახალთან დარჩენა არ მოსულა? დახალთან დარჩენა. არა, ეგ უკვე ცადე და. ვერ გაგაჭა? მაშინ უნდა მოკალი. მოკლა და მე. არა, ანუ ვიღაცა მოკდა რა, იქ მივდივარ რა. ვიღაცა მაგალითად ბებია ან ვიღაცა და უნდა გავათენოთ ხალხი. თქვით რომ დაქალთან მივდივარ სადღაც კინოთეატრში ან ღამის 12 საათზე? ხო, მე რა მოხდა დაქალების შეიკრებით და წახვალთ ერთად. ხო, მაგრამ მთელი ღამე უნდა დავრჩე. მაშინ თქვით რომ დაქალთან დავრჩები ვიკრიბებით დაქალები და რაღაცას აღნიშნავთ წვეულება გაქვს რაღაც დაქალების და წახვალთ. ხო და რა მიზეზი მოვიფიქრო? ხოვდები უთხარი მარტივად აღიშვებ. მე სადღაც შემიშვებენ. მაშინ საცე რო უთხრათ რომ დაბარებული ვარ ვაკანსიის თაობაზე. ღამის 12 საათზე ვაკანსიის თაობა. 12 საათზე? და რო უთხრა პირდაპირ ოჯახის წევრებს არა? არა, არ გამიშვებენ. არ გაგიშვებენ? მაშინ არ წახვიდე. არა, არ მინდა რომ არ წავიდე. მაშინ რა ვიუთხარი რომ 13 საათინაც მიდიხარ მეგობართან. მაგას უკვე აღარ დაიჯერებ, იმიტომ რომ ბევრჯერ გავაკეთე მას. მაშინ ვერ დაგეხმარები სამწუხაროდ. ვალების გადასახდელად. და გამიშვებენ? ტაქსაობას იწყებ. ნაგვის გადასაყრად მივდივარ. აი, ეგ 15 წუთი მაქსიმუმ და მე მინდა რომ მთელი ღამე დავრჩე. აუ, რჩევა მჭირდება რა თქვენი, ზანგ თქოთ რა. და თარგდება, პირადად რო გჭირდებოდეს. ხო და რა იცი რას გეკითხები? ივენთი არ უთხრა, სხვა რამე უთხარი, სასეირნოთ. ღამე 12 საათზე? მერე რა? სასეირნოთ. მით უმეტეს არ გამიშვებენ სასეირნოთ. მაშინ არ წახვიდე რა ხოქ. არა, უნდა წავიდე. ესე იგი ამ საღამოს მივდივარ ივენტზე რა და მშობლებს უნდა მოვატყუო რამე და აი მომაფიქრებინე მიზეზი. მაგარი ყურემ გეტია.